შეგეშლებათ NIES ტიპები, ვინც ესპანეთში მოდიხართ. არსებობს NIES მთავარი ტიპი, რომელიც არის número de identificación de extranjería, რაც არის, ასე ვთქვათ, თქვენი რეზიდენცია, რომელიც ბარათი არის, რომელიც გაძლევთ მუშაობის და ცხოვრების უფლებას. თუმცა ასევე, როდესაც ბინას შეიძენთ, ახალი ჩამოსულებისთვის მინდა გითხრათ უძრავ ქონებაზე, რომ დროებითი NIES აღება არ ნიშნავს ავტომატურად საბუთის აღებას. სამომავლოდ აპოსტერიორი რომ მე გაკეთდეს ეს მუშაობის უფლების გარეშე შესაძლებელი. ასევე NIE არსებობს წითელ საბუთზეც და არსებობს ძალიან ბევრი ტიპის NIE. ამიტომაც, როდესაც რაღაცა საუბარი ჩამოვარდება და NIE-ზე იკითხავთ, ყოველთვის დაფიქრდით და კითხეთ, რომელი ტიპის NIE არის, რადგან ყველა ტიპის NIE არის ნომერი, რომელსაც განიჭებენ, თუნდაც ემპრესას თქო ბიზნეს შექმნის დროსაც ხდება ამ NIE-ს ან შემდგომში SIF-ის მონიჭება. მეტი ინფორმაციისთვის და დაინტერესებისთვის თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ მოიწონოთ, გააზიაროთ და გამოიწეროთ ჩვენი TikTok არხი ან Facebook არხი და მეტი ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და შემდგომ ვიდეოებზე ვისაუბრებ იმ კითხვებზე, რასაც კომენტარებში დამირთავთ. მადლობა თქვენი დროისთვის.